გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. რეალიტი შოუ ჰაუსში დაძაბულობაა, მონაწილეები მკაცრად გააფრთხილეს. დეტალებს პრაიმ თაიმის გვერდიდან შეიტყობთ. საუკუნის შერიგება, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ და შობა შვილებთან ერთად აღნიშნეს. Forbes-ის მონაცემებით ამერიკელი პოპ მომღერალი ბიონსე მეხუთე მუსიკოსი გახდა, რომლის ქონება $1 მილიარდ გადააჭარბა. სახალისო ღონისძიება დაიგეგმა ტოკიოში, გაიხსნება მაღაზია, სადაც ნივთების მოპარვა ლეგალური იქნება. 1000 იენის სანაცვლოდ, რაც დაახლოებით $7 მსურველებს ქურდობისთვის 60 წამი ექნებათ. ამასთან არსებობს ერთი პირობა. პროცესი აბსოლუტურ სიჩუმეში უნდა მიმდინარეობდეს. მწვავე განხილვა გამოიწვია დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის საშობაო ფოტომ. სოციალურ ქსელებში უამრავ კომენტარს შორის იყო როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი შეფასებები. ძალიან დეპრესიულად გამოიყურება. ისე არიან ჩაცმულები, თითქოს დაკრძალვაზე მიდიან წერდა უმრავლესობა. ცნობისთვის ტრამპს ეცვა კლასიკური შავი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და ბაფთა, ხოლო მელანიას მჭიდროდ მორგებული შავკაბა. უელსის პრინცესამ კეთრინმა და მისმა ქალიშვილმა შარლოტამ საშობაო კონცერტზე საფორტიან პიანო დუეტი შეასრულეს. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბობს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.